რუსთაველი მოკრივე დავით ბერიძე რინგზე. ვერ ვიტყვით რომ ძალიან გამოცდილი მებრძოლია, მისი მწვრთნელი გახლავთ შალვა მამაცაშვილი. ძალიან კარგი პიროვნება. რაც შეეხება ბერიძეს, ძალიან ვაჟკაცი ბიჭია, ძალიან კარგი მებრძოლია სულით რინგზე. ამ შემთხვევაში მის კუთხეში ჩვენ ვერ ვხედავთ შალვა მამაცაშვილს, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია და დღეს არ იმყოფება ადგილზე, შეკრებაზეა შერეული ორთაბრძოლების ნაკრებთან ერთად. მის კუთხეში ვხედავთ ვლადიმერ ჯანეზაშვილს, სულ რაღაც ერთი ბრძოლის წინ თავად იბრძოდა რინგზე. შესაბამისად, აქედანაც შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ჯანეზაშვილს იმ ბრძოლაში რაიმე განსაკუთრებული დაზიანება არ მიუღია. ეს კი შოთა ჯვარიძე, ახალციხელი მოკრივე, ძალიან გამოცდილი მებრძოლი. მე რამოდენიმეჯერ ვიყავ შოთა ჯვარიძის სეკუნდანტი ევროპაში გამართულ ბრძოლებში და ერთი რაც გამოარჩევს შოთა ჯვარიძეს, ეს არის საოცრად უტეხი მებრძოლის სული და საოცარი გამძლეობა. უძლიერეს მოკრივეებთან უბრძოლია ევროპაში და შოთა ჯვარიძის მუხლი დადებული რინგზე არავის უნახავს, ვადაზე ადრე შოთა ჯვარიძის რინგიდან ჩამოსვლა არავის უნახავს და სწორედ ის შემთხვევაა, რაც წინა შემთხვევაში აღვნიშნეთ, რომ იქ დაღლილობის გამო და რაღაცის გამო ეს ბიჭი რინგიდან არ ჩამოდის. წარმოადგენს ახალციხეს, ქალაქ ახალციხეს, საიდანაც ბევრი ძალიან კარგი პროფესიონალი მოკრივე ვიცით და ამ შემთხვევაშიც შოთას ჰქონდა რაღაც გარკვეული პერიოდი პაუზა, თუმცა აი ხედავთ როგორი გამოხედვით არის რინგზე ასული, სულსა და გულსჩადეს დარწმუნებული ვარ. აი ამ ბრძოლაში. მე არ ვიცნობ ამ მოკრივეებს, ლევან, დღეს გავიცნობ. ნახოთ როგორ წარმოაჩენენ თავს. წინასწარი მოლოდინი მე ისეთი მაქვს, რომ არც ერთი მათგანი აი არაფერს არ დაზოგავს და აქ ვადაზე ადრე ბრძოლის დამთავრებას პირადად მე არ ველოდები, იმიტომ რომ სანამ ფეხზე ადგომა შეუძლია, როგორც ერთ ისე მეორე მოკრივეს ფეხზე იდგებიან და იომებენ. და აი დაიწყო ორთაბრძოლა. პირველი შეტევებიც ვნახეთ. ოპა. კარგი გაცვლები იყო ერთი კარგი გაცვლები და აი ისეთი კრივი სტილი აქვს ორივეს, რომ მე მგონი ბევრი დარტყმები გაიცვლება აი ამ ბრძოლაში. თუმცა ჯერჯერობით მაინც დაზვერვითი პირველი რაუნდია, პირველი წუთებია და შეტევაზე ჯვარიძე, კარგი დარტყმა. კლავ, აი ხედავთ როგორ ინტენსიურად და პასუხიც ბერიძისაგან. პირველი რაუნდისთვის საკმაოდ აქტიურები არიან. კი, ძალიან კარგი გაცვლები ვნახეთ, კარგი კომბინაციები. თავიდანვე ცდილობენ, რომ მოიპოვონ უპირატესობა. ადგილი დაიმკვიდრონ რინგზე. აი კლავ და რომ შედიან ბრძოლას ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტიურად მოძრაობას და გასვლას და ასე შემდეგ არ ცდილობენ. თითქოს იწყებს ჯვარიძე, მაგრამ აუცილებლად პასუხობს ბერიძეც. ჩემი აზრით წინახელი უფრო აქტიურად უნდა ამუშაონ. მოამზადონ შეტევა. არა დარტყმა. ბერიძემ ძალიან მაგარი დარტყმა გაუტარა, თუმცა აი ცდილობს ეგრევე. არა, სწორ დროს გამოვიდა, თვითონ არ გაუტარებია ეს შეტევა, ნამდვილად ამ ფრაგმენტში ის უკეთესი იყო. ხედავთ. უნდა ითქვას, რომ დარტყმების მიღებას არ ერიდებიან. არა, აშკარად ორივე გამარჯვებისთვის არის გამოსული და კი, შოთა ჯვარიძეს ჰქონდა გარკვეული პაუზა პროფესიონალურ კრივში და მე ვიცი მისი განწყობა დაბრუნებულია მხოლოდ გამარჯვებისთვის, მოემზადა სხვათა შორის ამ ბრძოლისათვის თბილისში მოემზადა შოთა ჯვარიძე, მწვრთნელ ზურაბ მექერიშვილთან და კიდევ მარჯვენა ძალიან ჩვენ ხედავთ აი რა დარტყმა მიიღო ეხლა ჯვარიძე, მაგრამ აი წარბიც არ შეუხრია, ისევ აგრძელებს წინ მოძრაობას, მაგრამ ეს მე გეტყვი ლევან, რომ მისი მეტოქისთვის
პლუსი არის, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდება. კი. რას ფიქრობ, ვინ წაიღოს? საინტერესო რაუნდი იყო, მე პირადად გამიჭირდება თითქოს ჯვარიძე აქტიურობდა, მაგრამ ძალიან უზუსტესი რამოდენიმე მეც ბერიძეს ძალიან კარგი დარტყმები გაუტარა ბერიძემ. პირველ ნომრად მუშაობა გასაგებია, მაგრამ ეს მაინც სიზუსტე უფრო გაცილებით ხო, უპირატესობას არ წარმოადგენს. სიზუსტე და გაცვლებში თვითონ ბრძოლა როგორ იყოფა, ფრაგმენტებად იყოფა. აი გააკეთა ბერიძემ ჯვარიძემ შეტევა, როგორ დახვდა ბერიძე, ხო? აი აქედან გამომდინარე მსჯელობენ საჯები და მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლის უმეტეს ფრაგმენტში ბერიძე გამარჯვებული გამოვიდა. ვნახოთ, რა სიტყვიან საჯები. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ რაუნდების მიხედვით დავინახოთ საჯთა გადაწყვეტილებები. გაამხნევა ჯანეზაშვილმა დავით ბერიძე და იწყება ბრძოლის მეორე რაუნდი. კარგია რომ რეჟისორები დიდხანს გვასმენინებენ მუსიკას. მუსიკის ფონზე მიმდინარეობს ჩვენი ორთაბრძოლა. თუმცა ბრძოლაც ნელ-ნელა ბერიძე ჯებით სინჯავს, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეს. არ ჩქარობს. ბერიძეს ძალიან საინტერესო ბრძოლა ჰქონდა, წინა ბრძოლა, შენ თუ გახსოვს და მე მგონი გახსოვს. ძალიან ძლიერი დარტყმები გაუტარა ჯვარიძეს. ჯობავას წინააღმდეგ. კი, ბრძოლა კი მახსოვს, რა თქმა უნდა. და ჩვენ იქ ვნახეთ ძალიან ვაჟკაცური ხასიათი ბერიძის, რომ რაღაც მომენტში მეტოქეს ჯობდა და კი, და როდესაც საჯი აპირებდა მეტოქის მოხსნას, თქვა რომ არ მოხსნათ, არ მინდა ეგეთი გამარჯვება. ძალიან კარგი ბრძოლა ჰქონდა მაშინ ბერიძის. კი. და ნუ ხასიათზე მეტყველებს ეს ყველაფერი პირველ რიგში, რომ ბერიძე ძალიან ჭკვიანურად მუშაობს ახლა და ჯვარიძე მე ვფიქრობ აძლევს ამის საშუალებას, რომ მე თავის საქმე გააკეთოს რა. შეტევას აწყებინებს ჯვარიძეს, ხელებში იღებს რამდენიმე დარტყმას და სანამ კომბინაციას ასრულებს, იქ უყრის დარტყმებს. ძალიან სწორია. კი, და მოძრაობაც აი მიარტყა გავიდა. კი. ნახე, კარგად ახვედრებს, გადის. თუმცა აი მე გეტყვი, რომ შოთა ჯვარიძეს თავის ხასიათის ხარჯზე კიდევ ნახეთ აი როგორ დარტყმა მიაყენა. ახლა თან გასვლით ბერიძემ ძალიან კარგი. რაც შეეხება ჯვარიძეს არ გაჩერდება და აი ფაქტიურად ესე იცის მან ბრძოლები ამ მიწოლით და ხასიათით და იმდენ სიზავს ხოლმე რომ ბოლოს აიძულებს მეტოქს. გამძლეობაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ნახოთ. ყოველ შემთხვევაში მისი წარსული ბრძოლებიდან გამომდინარე. კარგი დარტყმა იყო ძალიან, მარცხენა ჰუკი უზუსტესი. ჯვარიძემაც მიაწვდინა დარტყმა. კლავ. და იხსნება ჯვარიძე, ძალიან ბევრ დარტყმებს იღებს, რომელიც შეუძლია რომ არ მიიღოს. აი კლავ. ჯვარიძეს შესვლამდე, შეტევაზე შესვლამდე არ აქვს სრულ მოძრაობები და ძალიან ჩანს მისი შეტევები. ანუ ამ ეგრევე დაწყებულ დარტყმებზე ბერიძე ძალიან კარგად იჭერს. და აი უყურე როგორი გახსნილი ხელებით შედის. შესაბამისად ადვილია მისთვის დარტყმების მიყენება. საინტერესო რაუნდი იყო. ამ რაუნდსაც ბერიძეს გავატანდი მე პირადად. საინტერესო რაუნდი იყო. ფაქტია, რომ ინტენსიურობა არ კი კუთხეს აუცილებლად რას ეტყვიან, თუმცა არის კიდევ აი მოკრივე როგორ აღიქოს მე ამ დარიგებებს და რეალიზაციას როგორ უკეთებს რინგზე. საინტერესო ბრძოლები გვექნება მსოფლიო საირეიტინგო ბრძოლებში, საერთაშორისო ბრძოლებში. ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოკრივე იაგო კიზირია ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებაში გავა მოლდოველი მეტოქის წინააღმდეგ.
ვიხილავთ ირაკლი ალანიძეს, ასევე ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მოკრივეს იტალიელი მეტოქის წინააღმდეგ და ფიქრობ მაყურებელმა აუცილებლად უნდა ისიამოვნოს თბილისის სპორტის სასახლეში გამართული აი ამ ორთაბრძოლები. აი ამ უშუალოდ ჩვენ ორთაბრძოლას კი შესაძლოა ტექნიკური კუთხით რაღაცა ისი არ იყოს, თუმცა სანახაობრივად, ვისაც უყვარს ბრძოლა, აი ჩხუბი, ვისაც უყვარს რო ნახოს, ფიქრობ ძალიან საინტერესო ეს ინტენსიური აი ნახოთ დარტყმები. ძალიან მაგარია ლევან. კიდევ ძალიან კარგი კომბინაცია. და ნახე და აი ამ შემთხვევაში უყურე ჯვარიძემაც როგორი კარგი დარტყმა გაუტარა. ბერიძე გაცილებით ტექნიკურია. აი უკანა მოძრაობაში ძალიან კარგად გასვლით უბრუნებს ძალიან კარგ დარტყმებს. ჯებით მიწვდა ეხლა ჯვარიძე. მიწვდა ჯვარიძე, კი, მე ხე. აი ნახეთ. ჯები და სხვათა შორის აი მუცელშიც გაუტარა კიდე ერთი. კი, დაიწყო ამ რაუნდში კორპუსზე მუშაობა ჯვარიძე. სხვათა შორის კი და უნდა ითქვას რომ მე ვიცი რომ ეს ბიჭი არ გაჩერდება და გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს ჯვარიძეს. უცხოეთში ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს, საქართველოში ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს და ეს გამოცდილება აუცილებლად მნიშვნელოვანია უკვე უშუალოდ რინგზე. რაც შეეხება ბერიძე, მისთვის მხოლოდ მესამე ბრძოლაა პროფესიონალური კრივის რინგზე. აქედან უნდა გავიდეს ჩემი აზრით. კუთხეში, კი, აი. მიწვდა მარჯვენა პირდაპირით. კარგად უშლის შეტევებს ამ გასვლებით ბერიძე. ამიტომ სჭირდება ჯვარიძეს შესვლამდე რამე სრულ მოძრაობები, რომ დააბნიოს მეტოქე და მან ვერ გაიგოს არც გადახრებს აკეთებს ჯვარიძე არც მოძრაობებს ფეხით იმდენად, მაგრამ აი მიდის და ურტყავს. კარგია რომ ესეთი მებრძოლი სულის პატრონია და კრივში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხო, უბრალოდ მაგის გამო მეტოქემ შეცდომებზე არ უნდა დაგიჭიროს რა. ძალიან ბევრ დარტყმებს იღებს სამაგიერო. აი ნახეთ კვლავ ეხლაც აი. რამდენი დარტყმა აქვს მიღებული ეხლა ჯვარიძეს და ერთი წამით არ ჩერდება ინტენსიურად მიდის წინ თავის ჩვეულ სტილში. ხელთათმანებში მაინც რომ იღებდეს, ხელები რო აწიოს. ხელები აწიოს ჯვარიძემ და ხელები აწიოს. დაცვაში მიიღოს ეს დარტყმები. აი აპერკოტისა და ნახეთ უკვე რომ აი თითქოს ბერიძეც ვეღარ არის უკვე ისეთი აი თუ ეხლა კი გაუტარა, მაგრამ უფრო ინტენსიურად პასუხობდა წინააღმდეგ. როცა მოწინააღმდეგე სურო მოდის და გაწובה, ეს შენ მეორე ნომრად მუშაობა ძალიან რთული არის. უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს ვიდრე. და ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია, რომ აი ნახეთ ეხლა სისხლი მოსდის ჯვარიძეს და მიდის ტერმინატორივით წინ. ურტყავ და არ ჩერდება, ეს შეიძლება ფსიქოლოგიურად გაგტეხოს შენ ამ მომენტმა, ხვდები? ნამდვილად. მე ამ რაუნდს ეხლა ნამდვილად ჯვარიძესკენ მიუხედავად იმისა, რომ ჯვარიძეს ეს რაუნდი. აი ამ ბიჭის ხასიათი პირველ რიგში ძალიან დასაფასებელია, რომ კი, ამ ხასიათმა ახლა იმოქმედა ნამდვილად, უფრო დაიღალა. შემდეგი რაუნდი ჩემი აზრით ხო, უკვე შეიძლება ფსიქოლოგიური უპირატესობაც კი მოიცვალოს, კი. კომბინაციებს უხსნის ყოფილი მოკრივე, პროფესიონალი, ამჟამად მწვრთნელი ზურაბ მექერიშვილი. ზურას ძალიან ემოციურად კარგი სპორტსმენები ყავს და ძალიან ემოციური სეკუნდანტობა იცის და ამასაც გარკვეულწილად მოყავს ხოლმე ხასიათზე. კარგი მწვრთნელი დადგა ჩვენი ყოფილი მოკრივე. აბა ვნახოთ ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი. არა, სიზუსტეში მაინც ჯობია. სიზუსტეში ჯობია ნამდვილად, თუმცა აი ეს ჯვარიძეს ხასიათი მაინც თავისას შვება. ნაი ნახე, სულ წინ. კი. ამ იმაში უკვე შეხვაწავა მე ასეთი. კი, ეს რაუნდი. მე ასეთი შთავის ძალიან აქტიური გვექნება. იმუშავა. ხელები აწია, აი მაგას ეუბნება სეკუნდანტის ხმაც გვესმის. ხელები აწია და ისე იმუშავა. ოპა.
ეს რაუნდი ბევრს გადაწყვეტს ამ ბრძოლაში. ოპა, ძალიან კარგი შეტევა იყო. ძლიერი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეოთხე რაუნდია, კი, აი ესეთი ენერგია, ნახე და ინტენსიური ბრძოლა მიდის, სულ დარტყმები, სულ ბრძოლა, აი არის სვენებენ ფაქტიურად. აი რა დარტყმებს იღებს. როგორც ერთი ისე მეორე მოკრივე, ყოჩაღ ბიჭებს, აი ნამდვილი მებრძოლის სული ჩანს. აი ეს არის ხასიათი. ძალიან ბევრი მოკრივე აქ ასეთ დარტყმების მერე უბრალოდ გაჩერდა და მუცელშიც ჯვარიძემ ძალიან ბევრი გაუტარა უკვე. მარჯვენა ხელი. მარცხენა რა ყოფილიყო, ეხლა ეწევანდელი დარტყმა შეიძლება ხვიძლშიც აი კიდევ. როგორც ძლიერადაც უტყავენ, ისევე კარგად იტანენ გატარებულ დარტყმებს. აი თავარი ეს არის, რომ ამას იტანენ. კი. ნახეთ, რომ აი არ ჩერდება შოთა ჯვარიძე. თუმცა ბერიძეც ძალიან კარგად პასუხობს ისე და ისე. დაგვეღალა ბერიძე, მე ვფიქრობ. ხო, აი ამან ჩვენ რაც ვივარაუდეთ, ის მოხდა. ზუსტად რომ ბერიძეს აღარ აქვს. ძალიან აქტიურად დაიწყო და ეხლა უკვე. კი, აი უკვე ემჩნევა უკვე დაღლილობა და ჯვარიძე კი პირიქით მიდის და მიდის. აი ეს არის პროფესიონალური კრივი. კი. ძალიან მნიშვნელოვანია ტემპის კონტროლი, ისევე როგორც იმის კონტროლი, რომ უფრო და უფრო მოუმატო რაუნდებში, არათუ მოაკლო. რა დარტყმები იყო, მაგრამ ბერიძეც აი არ ნებდება და სულ უცდილობს უპასუხოთ. ძალიან მაგარი ბიჭები არის, ძალიან მაგარი. ნამდვილი ომი. არ გკრივს ვუყურებთ, მინდა გითხრა. ნამდვილი ომი. აი მარჯვენა ხელს ძალიან უნდა მოგება. კი, ნამდვილად უნდა და აი ასეთ ნოტაზე ვასრულებ და ვნახოთ რა იქნება მსაჯების საბოლოო ვერდიქტი. მე ამ შეხვედრაში არაფერს არ გამოურიცხავ, ვნახოთ მსაჯებმა რა დაინახეს საბოლოოდ. ბოლო ორი რაუნდი ისეთი იყო, რომ მართლა ვერ გაიგებ საწავიდა. მოგება. დაველოდოთ, მსაჯები აღრიცხავდნენ ყველაფერს და იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ახლა. ერთი ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპლოდისმენტები ბიჭებს მადლობა ასეთი სანახაობისთვის ნამდვილად. მე ამ ბრძოლისთვის ფრესს არ დავიშურებდი რა სიტყვი. ნამდვილად ორივე მენანება მეც პირადად იმისათვის რომ წაგებისთვის არც ერთი არ მემეტება, იმიტომ რომ აგრადიომეს ორივე. ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იქნება ეს საღამოსი, მე ვფიქრობ. კი და სხვათა შორის მისაბაძიც არის იმ კუთხით, რომ კრივი ეს არ არის ბალეტის ცეკვა და თამაში. თუმცა თუ უფრო მეტად გააუმჯობესებენ თავიანთ დაცვით უნარებს ჩვენი მოკრივეები, ვფიქრობ გაცილებით ისევ მათთვის იქნება, რომ ნაკლებ ზიანს მიიღებენ ხოლმე ბრძოლებში და ეს არის მაგალითი იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც კუთხიდან დღეს არ გამოვიდნენ, მე ესე ვიტყოდი. იმ მებრძოლების ასეთი დარტყმების გატარების დროს მაინც ორივე ბოლომდე იდგა და ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას. და როგორი ინტენსიური ბრძოლით დაამთავრეს თუნდაც. ნახოთ. ახლა კი შედეგი. ნახოთ რა გადაწყვიტეს. ძალიან ემოციური მომენტია. შენ დგარხარ ასე და კი. ყველაზე მეტად გული გამალებით მანცემს ალბათ. თან პროფესიონალური კრივია, რეიტინგში გეწერება ეს შენი შედეგები, რასაც შენ მომავალზე სულ რჩება დიდი ზეგავლენა აქვს კი, ამიტომ 4 რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ საჯდა გადაწყვეტილებით შეხვედრა დასრულდა ფრედ. აი გამართლდა. სწორი გადაწყვეტილება. ნამდვილად ვეთანხმებით ჩვენც. ნამდვილად იმსახურებენ